გამარჯობა. დღეს ერთ ძალიან საინტერესო თემას ჩავუღრმავდებით, ქსელურ პორტებს. ალბათ ბევრს გაგიგიათ ეს სიტყვა, მაგრამ ზუსტად რას ნიშნავს და რაში გვჭირდება? ვეცდებით, რომ მარტივად გასაგებენაზე აგიხსნათ ყველაფერი. მოგესალმებით. კი, პორტები მართლა საკვანძო რამეა ინტერნეტისთვის. თუმცა ხშირად ჭრდილში რჩება, ასე ვთქვათ. აი ვნახოთ რა იმალება ამის უკან, როცა უბრალოდ საიტს ხსნით ან რამე ონლაინ სერვისს ვიყენებთ. კაი, დავიწყოთ სულ თავიდან. პორტი, ანუ ეს არ არის ის, რასაც კომპიუტერს უერთებთ ფიზიკურად, ხო? რაღაც სხვაა. არა, ფიზიკური ნამდვილად არ არის. წარმოიდგინეთ როგორც ვირტუალური კარი თქვენს კომპიუტერში ან სერვერზე. ლოგიკური კარი. თითოეულ პროგრამას, რომელსაც ქსელთან უნდა კავშირი, აი თავისი კარი აქვს ინფორმაციის გასაცვლელად. აჰა, გასაგებია. ანუ ვებგვერდისთვის, მეილისთვის, ფაილების გადასაცემად, ყველას თავისი შესასვლელი აქვს. ზუსტად. თქვათ, ვებ ტრაფიკისთვის, ფაილების გადაცემისთვის, ანუ FTP-ისთვის, ელფოსტისთვის და ასე შემდეგ. და ამ კარებს აქვთ ნომრები, რომ ერთმანეთისგან განვასხვაოთ 0-დან 65525-მდე. გასაგებია, მაგრამ ამდენ კარში ინფორმაციამ როგორ უნდა იპოვოს სწორი? აქ ალბათ IP მისამართი ერთვება საქმეში. დიახ, IP მისამართი არის თქვენი მოწყობილობის, ასე ვთქვათ, გლობალური მისამართი ქსელში. აი წარმოიდგინეთ, სახლის მისამართი, IP გეუბნებათ, რომელ სახლთან მიხვიდეთ. პორტის ნომერი კი უკვე იმ სახლში კონკრეტულ ბინას, ანუ კონკრეტულ სერვისს ან პროგრამას გაჩვენებთ. ანუ IP პოლურობს კომპიუტერს, პორტი კი იმ კომპიუტერში საჭირო პროგრამას. ზუსტად. აი მაგალითად Google.com-ზე რომ შედიხართ, ჯერ თქვენი კომპიუტერი პოლობს Google-ის სერვერის IP-ს. მერე რადგან ვებგვერდს ითხოვთ, ბრაუზერი ამატებს პორტის ნომერს. სტანდარტულად 30-იანს ან, რაც უფრო ხშირია დღეს, 463-ს. IP პოლობს სერვერს, პორტი 463 კი გეუბნება სერვერს, რომ მოთხოვნა ვებ სერვისმა უნდა დაამუშაოს. გასაგებია. IP პლუს პორტი უდრის ზუსტ კომუნიკაციას. თქვენ ახსენეთ 65,000-ზე მეტი პორტი. ეს რაღაც ძალიან ბევრია. ყველა ერთნაირია თუ? არა, რა თქმა უნდა, ყველა ერთნაირი არ არის. რომ არ იყოს არეულობა, 3 მთავარ კატეგორიად ყოფენ. პირველია 0-დან 1023-მდე. ამათ ქვიათ კარგად ცნობილი, ანუ სისტემური პორტები. აი ყველაზე გავრცელებული სერვისები იყენებენ ამათ. 80 ვებისთვის, 463 დაცული ვებისთვის, 21 FTP, 25 იმეილი და ასე შემდეგ. სერვერები ძირითადად ამ პორტებზე ელოდებიან კავშირს. ეგ გასაგებია, სტანდარტებია ესე იგი. კი ბატონო. მერე მოდის 1024-დან 59151-მდე. ეს არის რეგისტრირებული პორტები. კომპანიები არეგისტრირებენ ამ პორტებს თავიანთი კონკრეტული პროგრამებისთვის. მაგალითად, რომელიმე თამაშის სერვერმა ან სპეციფიკურმა აპლიკაციამ შეიძლება გამოიყენოს აქედან რომელიმე. და მესამე კატეგორია? მესამე არის 49152-დან 65525-მდე. ეს არის დინამიკური, ანუ პირადი პორტები. აი ამ დიაპაზონიდან ირჩევს თქვენი კომპიუტერი დროებით პორტს, როცა ის უკავშირდება რომელიმე სერვერს. ვთქვათ, თქვენ რომ საიტს ხსნით, თქვენი კომპიუტერი იყენებს ერთ-ერთ ასეთ მაღალ პორტს, რომ დაუკავშირდეს სერვერის 80-ან 453 პორტს. კავშირი რომ მორჩება, ეს პორტი თავისუფლდება. ძალიან ლოგიკურად ჟღერს ეს დაყოფა. თქვენ ახსენეთ 80 და 453 ვებისთვის. აი, ჩვენთვის, ჩვეულებრივი მომხმარებლებისთვის რა განსხვავებაა? მთავარი განსხვავება არის უსაფრთხოება. პორტი 80 იყენებს HTTP პროტოკოლს. ეს ნიშნავს, რომ მონაცემები, აი პაროლი იქნება თუ სხვა რამ გადაიცემა ღიად დაუშიფრავად. უეგ არც ისე კარგია. ხო, ნამდვილად. ამიტომაც არის პორტი 453, რომელიც იყენებს HTTPS. ეს ბოლოში ნიშნავს secure, ანუ უსაფრთხოს. აქ კავშირი თქვენს ბრაუზერსა და სერვერს შორის დაშიფრულია. აი ის ბოქლომი, რომ ჩანს ხოლმე ბრაუზერში მისამართის გვერდით, სწორედ ამას ნიშნავს. ანუ როცა ბოქლომს ვხედავთ, ვიცით რომ 463 პორტი მუშაობს და კავშირი დაცულია. დიახ, დღეს თითქმის ყველა საიტი ცდილობს HTTPS-ზე გადასვლას ზუსტად უსაფრთხოებისთვის. ძალიან საინტერესოა. ისე შეგვიძლია ვნახოთ ჩვენი კომპიუტერი რა პორტებს იყენებს ამჟამად. კი, შეგვიძლია. არის ესეთი ბრძანება, NetStat, ანუ Network Statistics.
თუ ბრძანების ველში, მაგალითად Windows-ში, command prompt-ში ან Mac-ზე terminal-ში ჩაწერთ netstat-n, დაინახავთ მიმდინარე კავშირებს. გამოჩნდება თქვენი კომპიუტერის IP და ის დინამიკური პორტი, რომელსაც იყენებს. და იმ სერვერის IP და პორტი, რომელსაც უკავშირდება. ვთქვათ, Google-ის IP და პორტი 453. ოხო, პირდაპირ ხედავთ ამ პროცესს. კარგია. მაშასე, მოკლედ რომ შევაჯამოთ, პორტები არის ციფრული კარები, რომლებიც IP მისამართთან ერთად მუშაობს, რომ ინფორმაციამ ზუსტად იცოდეს, რომელ პროგრამასთან მივიდეს ჩვენს კომპიუტერში ან სერვერზე. ზუსტად. და ეს ყველაფერი ავტომატურად ხდება. ჩვენგან შეუმჩნევლად. ხო და შემდეგ ჯერზე, როცა ბრაუზერში მისამართი HTTPS-ით იწყება, ან ბოქლომს დაინახავთ, შეგიძლიათ გაიხსენოთ, რომ იქ ფონში პორტი 453 მუშაობს, თქვენი კავშირის დასაცავად. მართლაც დამაფიქრებელია, რამდენი რამ ხდება კულისებში, რასაც ჩვენ ვერ ხედავთ. ვიმედოვნებთ ის მოკლე ახსნა დაგეხმარათ, უკეთ გაგეგოთ, რა არის ქსელური პორტები. თუ მოგეწონათ ჩვენი დღევანდელი საუბარი, ძალიან გაგვიხარდება თუ გამოიწერთ არხს, დალაიკებთ ვიდეოს და გააზიარებთ მეგობრებთანაც. დიახ, და რა თქმა უნდა დაგვიტოვეთ თქვენი კომენტარები, გვაინტერესებს თქვენ რას ფიქრობთ ამ თემაზე, ან რა კითხვები გაგიჩნდათ. მომავალ შეხვედრამდე